პროექტში რა ვიცი ჩვენი სამძიმარი და ძალიან დიდი გულისტკივილი მიიღეთ როგორც დედა და როგორც ასევე მცირეწლოვანი შვილიშვილის ბებია მართლა ძალიან შეძრული ვარ ამ ამბით და დარწმუნებული ვარ ჩემს მდგომარეობაში არის ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ეხა ბოლო ინფორმაცია გავრცელდა ირმა იმასთან დაკავშირებით რომ ეს პირი არის დაკავებული და მას პატიმრობა შეეფარდა რა მოლოდინები გაქვთ ახსრულდება თუ არა კანონის სრული სიმკაცრით რასაც თქვენ ითხოვთ პროკურატორამ 276 მუხლის მეცხრე ნაწილით აღწერა საქმე რომელიც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებულია და ჩვენ ვთქვით რომ ეს განსაკუთრების მუხლით უნდა აღიქვეს ხალხო ორი ადამიანი მოკლა სიკვდილით მიაჭყლითა და გაიქცა. უგონო მთვრალმა პროკურორი შორენამ გალობლიშვილი წერს რომ 354 ჯარიმა ჰქონდა ბოლო წელში გამოწერილი და მე ვკითხულობ როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა. ანასი და მართავს სიკვდილი იყოს ბოლო რომ ეს თავაშვებული მძღოლები, მთვრალები, ნარკოტიკების ზედამხედველობის ქვეშ პირდაპირ ციხეში უნდა წავიდნენ. როგორ შეიძლება რომ 10 წელში 5300 ადამიანი მოკვდეს ბოლო ომშიც არ მომკვდა რა 2008 წელს 5000 ადამიანი ხალხო ეს რა გვემართება ყველა უნდა გამოვიდეს ყველა გვერდში უნდა დაგვიდგეს ჩვენ ეს უნდაავლაგმოთ ამათი თარეში დავტირი ახლა და გაშტერებული ვარ ორი უბედური ადამიანი წეს სამარეში და ასე და არ ვიცი რომელი ვიტირო ხან ერთ სამარესთან მივალ ჩასასვენებელთან ხან მეორესთან მივალ. რა გავაკეთოთ, აბა მითხარით. რა გავაკეთოთ? სასჯელის უმაღლეს ზომას ვითხოვთ, ნუ გაგვამწარებენ, ისედაც გამწარებულს. ჩვენ არ დავიხევთ უკან. ეგენი ვერაფერს ვერ უნდა დალპეს ციხეში. მაგის სიცოცხლეს აღარ აქვს. კანონმა უნდა იზეიმოს. ჩვენ მაგ მუხს არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. ეხლა გამწარებულები ვართ და გაუგნებლები მთელი ოჯახი და ჩვეულებრივ დავიწყებთ ბრძოლას. არ დავიხევთ არც ერთი წუთი უკან დამხევები არა ვარ. ირმა, როგორც ვიცი, უკვე ნახეთ ხომ, ალბათ კამერების ჩანაწერები, რომელიც აი ამ 13 ივლისის საბედისწერო შემთხვევას აღწერს ანასთვის და მართასთვის. თუ შეგიძლიათ რაიმე დამატებითი დეტალები გვიამბოთ? კი, როგორც თვითმკვლელმა თქვას, მანქანაში უჯდა 2 მცირეწლოვანი შვილი და კიდევ 2 მასზე უგონო მთვრალი თუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დეიდაშვილები და ისინი სასწრაფოდ გაარიდა ადგილიდან რომ დაემალა ასე თქვა თავისი მდგომარეობა და მათი თანამონაწილეობა. ვითხოვთ მათი სანამ უცხოეთში გადავლენ ის დამნაშავეები მათ დაკავებას როგორც განსაცდელში მიტოვების მუხლით უნდა აღიძრას მათი საქმეს გაიქცნენ რომ ჯგუფში არ ჩათვლოდათ მიატოვეს და იქნებ გეცოცხლა რატო არ გადმოვიდნენ რატო დახმარება არ გაუჩეს გაიქცა მერეც უჩიეს ეთყობა რომ ოჯახმა შურისძიება არ მოაწყოსო და მიიყვანეს და ერთმა აიღო თავისი პასუხისმგებლობა დეიდაშვილები დაფარა მათთან ერთად უარ ყოფილიყვნენ მე მაგალითად ვითხოვ რომ კანონში მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული რომ მანქანაში მყოფი ვინც მთვრალს ჩაუჯდება მანქანაში მათზეც უნდა გავცერდეს ციხე ხალხო გინდა ავტომატი გადაგიკიდია ძუძზე და გივლია და გინდა მთვრალებს გივლიათ ვისახოცავთ ხალხო ვისახოცავთ ვის გაზრდილ შვილებს ანუ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქალი და 3 წლის ბავშვი დაეჯახა დაინახეს ადამიანებმა მანქანაში მსხვილობებმა რომ დაეჯახნენ და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი მიატოვეს ქუჩაში დიახ ესე იყო დიახ მიატოვეს და გაიქცნენ უმწეო მდგომარეობაში და ერთი ჩაბარდა და ის 2 გარეწაში დეიდაშვილი არ არიან დაკავებული და პროკურატურა ცდილობს რომ ეს საქმე მიჩქმალოს და ესე არ გამოვა ჩვენ არ გავჩერდებით გამორიცხულია ვინ გამოიძახა ადგილზე სასწრაფო დახმარება ანუ თვითმხილველები რას ყვებიან და იქ მყოფი გზაზე მასთან ერთად წინ
გადადიოდა ვიღაც კაცი, რომელიც ისეთ პანიკაში ჩავარდა, რომ ტანსაცმელი გაიხადა და ისე დარბოდა, ისეთი შოკის მომგვრელი ხმა ჰქონდა. სულ დალეწილია, არც ფეხები აქვს, არც ხელები აქვს. ტანსაცმელი ვერ ჩავართვით, ვერც ბავშვსა და ვერც ანას. სიკვდილიც არის და სიკვდილიც. აზზე მეტი სიჩქარით მიდიოდა შუა ქალაქში. ჩვენ ვითხოვთ ასევე პასუხისმგებლობის დაყენებას მერიის, პოლიციის, ვინ შეუშვა იმკენ. არათანაბრად იყო განაწილებული. ქალაქი არ იყო გადაკიდებული, სადაც ეს კონცერტი მიმდინარეობდა. ჩემი ანა 12 წელი უცხოეთში ცხოვრობდა. პასუხისმგებლიანი მოქალაქე იყო. არ გადავიდოდა, სადაც არ იყო გადასაშვები. რომ მოგიკლა, არ გადავიდოდა. ირმა, ბოდიშს გიხდით, განსაკუთრებით ფრთხილი დედა იყო ანა, ახლობლები წერენ ამის შესახებ. კი, მოსიყვარული, ფანატიკურად მოსიყვარული. უნიჭიერესი ბიძაშვილი მომიკლეს. რამდენიმე უცხო ენაზე ლაპარაკობდა, ლექსებს წერდა, ნიჭიერი, ჩემი ანა მიწაში ჩააწვირეს, მართა 3 წლისა საბავშვო ბაღი გადარეული იყო. უფროსმა გოგონაც ექსტერნად დაამთავრა, ისეთი ნიჭიერია ისა. ეს ბავშვიც ესეთი ნიჭიერი იყო. მთელი ქალაქი და საქართველო უნდა მთელი საქართველო და ქალაქი უნდა ესახელებინა და ესე დაგვემართა. ამ ბავშვის სიკვდილს არ შევარჩიეთ უცოდველისა. არ მეგონა პროკურატურა რომ მაინც და მაინც ასეთი უსინდისოდ მოგვექცეოდა. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, გამორიცხულია, ვერაფერს ვერავინ ვერ გააყალბეს. ვერავის კინის ქალამნებს ჩავიცნე და მაინც სამართალს მივაღწევ. ალბათონო ეკაპატაძე მომწერა რომ გამაგრდი და იბრძოლეო. მეც კი გადავიტანე. ორ ცხედას დავწირივართ ხალხო, ორ ცხედას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პარპაში და მანქანებით სირბილი ქალაქში. უმძიმესი 416 ადამიანი მომკვდარა 2005 წელს და უმეტესი ნაწილი ბავშვები 28 და დანარჩენი 156 ქვეითაც მოსიარულე. იმ ავტოსაგზაო შემთხვევებში ცხოშვიცი მანქანაში მიცაცხედან ისინი ცხოი ხოცებიან ხალხო. ეს სტატისტიკა რაზე მეტყველებს რომ კანონი შესაძლებელია უნდა გამკაცდეს ჯარიმები არანაირი 344 ჯარიმა გადაუხდია კაც ფული ქონდა და იხდიდა ჯარიმს და ერთხელ გადაიხადა ორჯერ სამჯერ და იმიტომ გააკეთა ესეთი ამბავი რა უნდა შუა ქალაქში მაგ კონცერტების მოწყობას ვით ჩემ გვერდს თვალყურს სულ მაღაზე ვწერო როგორ შეიძლება ახალბაღში მილიონობით ფული გამოიყო ბიუჯეტიდან კულტურის პარკის რემონტში იქ არაფერს არ მართავენ გასხვისება უნდა როგორც ნაწილი გაასხვისეს და საკრებულოს დეპუტატი რო ვიყავი მაშინაც მაგაზე ბრძოლობდი რომ არ გასხვისებული იყო და ქალაქს რაღაც კულტურული ადგილი ქონდა ეხლა ის დანარჩენი ნაწილიც უნდა გასხვისდეს საკრებულომ გამოიტანა ესე ხან ერთ ქუჩას გადაკეტავენ თან ბოლომდეც არ იყო გაკეთილი ქუჩის ერთი ნაწილი ღია იყო და ქუჩის მე დაღუპეს ის ბიჭიც რეალობაში მართალია მთვარი იყო მაგრამ რო არ ყოფილიყო ღია ხო არ შევარდებოდა იმ შუა კონცერტის ადგილზე და ესე არ დაჭრიდავდა ადამიანებს ანუ მე მქონდა ინფორმაცია რომ ანა და მართა ზებრაზე გადადიოდნენ რაღაცა არასწორად ვიცი როგორც გადადიოდნენ კი მაგრამ ქალაქის ნაწილი დაკეტილი იყო იქ ის ადგილი კონცერტის გამო პატრული იდგა და რო დაინახა შუქები აუნთო ამ პატრულმა რომ უნდა გაეჩერებინა და ამან მოაბრუნა და მე ვეღარ აიღო დაიმოსვლა საჭე და მიაჭყლიტა იქ ზებრაზე გადამსვლელები კი ვეღარ აიღო საჭე მთვალი რო იყო ისეთი უგონო იყო რომ გადმოიყოს ვეღარ დადიოდა ანუ პატრულიც უყურებდა ამ ყველაფერს პატრულიც ამ ყველაფერს თვითმხილველი იყო კი რა თქმა უნდა პატრულიც უყურებდა კი ბატონო პატრულს გაიქცა თავის ჭკუაში და გაჭრიდა ბავშვები რა იცით ამ ადამიანის შესახებ შეგიძლიათ გითხრათ გვარი ელის ბარაშვილია როგორც ვიცით და ხომ არაფერი უთქვამს სიმართლეს ვიცნობ ათეული წელებია მეგობრობით მაგრამ დაგუყვა და ეხლა რაღა უნდა დაგუყვა თავისი ოჯახიც დაგუყვა და სხვაებიც კანონი რო გამკაცდება ეგენით გადარჩებიან როცა ეცოდინებათ მანქანაში ვინც ის იმაძეც იგივე უნდა იყოს თვალებს რო უსხედან თვითემედოვნებით რამდენი ოჯახი გამწარდა როდემდე უნდა გაგრძელდეს მამამის უთქვია რომ მკვდარიც რო დამიგდონ მე სახში არ შევიყვანო და სასაფლაოებად თავდა რა გავაკეთოთ ეხლა ჩვენ ისეთი გამწარებული ყავდა ყველაფერი დააყიδιნა თელ თავის ოჯახს თამაშობდა ნარკომანი იყო
ქვეყნის ამომგდები იყო. პოლიციას უნდა მოეხდინა თავის დროზე რეაგირება აი ასეთ მძღოლებზე. ირმა, თქვენ წერდით თუ არ ვცდები, რომ არ ვიცი კადრებში ჩანს თუ თვითმხილველებისგან მოისმინეთ, რომ გამწარებული ბავშვი დედას ჩაეხუტა სიმწრისგანო, რამდენად შეგიძლიათ ამის შესახებ დაგვიდასტუროთ? კი, ვინც იქ იყვნენ, ჩემი სხვა მეგობრები შეესწრნენ. გაიქცა თუ მეტაფეხებზე მოეხვია. ისეთი დამტრეულიანა, არც ერთი ფეხი არც ერთი ისეთი სასტიკად მოკლული. არ ამგონია პროკურატურასაც ან ექსპერტიზის ბიუროს ენახოს. ისი არიან იმ ხელა ჯიპიზე ჩიაყენა. ირმა, მადლობა და კიდევ ერთხელ არ ვიცი, სიტყვები არის უძლური იმ ტკივილის გამოსაგება ჩვენს გვერდით. დღეს ჩვენა ვართ გამწარებული, სხვა ოჯახი იქნება. აგერ ქალბატონი ეკაკუპადაძე წერდა, რომ ჩემი გიგას გვერდითო ბიჭის საფლავია, რომელიც იმ ძღოლმა მოკლა, რომელიც ციხიდან იყო გამოსული და ერთ კვირაში სხვა მეორე ოჯახი დაღუპა და ეხლა ის ბიჭი მოკლა. ესე როდემდე უნდა გაგრძელდეს, როდემდე? კანონის გამკაცრება უნდა მოვითხოვოთ. შიშით ხალხი ქუჩაში ვერ გამოდით, რავდაობენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან, გადადიხარ და ან რამე იყოს, ან გადასასვლელი ღამის საათებშიც უნდა იყოს განათებული და უნდა ჩანდეს, რომ გადასასვლელია, ყველგან გადაკეთებულია ბიუჯეტის ფულები, სხვა რამეებში იხარჯება და საღებავი არაფერს არ ემჩნევა. იმისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ეგრე გააკეთებდა, იმიტომ რომ პატიმრს გაურბოდა. მაგრამ კანონი უნდა გამკაცრდეს, როცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ჯარიმები ლუკოილის შესასვლელიდან, ნატახტის შესასვლელამდე როგორ ჩავიდე ხალხო 16 წუთში 3 ჯარიმა რო გამოუწერეს. პატიმრში ხო გაწითლდა პროგრამა ქონიათ. ხო გაწითლდა რომ ამდენი დარღვევა ქონდა. ხალხო რატო არ ჩამოვარდეს? მართვის მოწმობა სამუდამო. მადლობა ირმა, კიდევ ერთხელ მადლობა და კიდევ ერთხელ არ ვიცი მთელი გულის ტკივილით გითანაგრძნობთ ამ ძალიან მართა იყვნენ ბოლო უბედური ოჯახი ჩვენ ვინც ესეთი უპასუხისმგებლობი მძღოლებით გამწარდნენ. კანონი უნდა შეიცვალოს. მე პარლამენტს მოუწოდებ, ყველა მოქალაქეს დადე ჩვენს გვერდით. კანონი გამკაცრდეს. კანონი უნდა გამკაცრდეს. სხვა ჩვენ არაფერი საშველი არ აქვს. ყველა მეორე ოჯახში შავებიაცია. ნარკოტიკის პრობის ქვეშ არის უმეტესი ნაწილი და ოჯახები არ აღიარებენ. ყველაზე დიდი უბედურება ეს არის. არ აღიარებენ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, რომ ნარკოტიკები იყო პრობაში. არც სასაც ამიკითხია. ყველასერიდება, რატოერიდება? ამ თემაზე ლაპარაკი ხალხო, რატო გერიდებათ ოჯახის წევრებს? ნახევარი საქართველო რო განარკომანდა და ყველა მეორე რო ნარკომანია. არ იცით მაგ ნარკომანობას რა მოსწეს? თან ნარკოტიკებს იკეთებენ, თან სწევენ და მერე სვავენ, რომ ვითომ ექსპერტიზაზე ნარკოტიკი არ ამოუვიდეს. და ჭკუიდან არიან შეშლილები უკვე.